იცოდით, როგორ მოხდა თოფის წარმოება მაჭახელის ხეობაში? მაჭახლის ხეობა ისტორიულად არის ძალიან ისეთი დიდი, მდიდარი კულტურის და ისტორიის მქონე ხეობა. აქ იყო ადრე რაღაც საგუშაგო, ორი საგუშაგო და თავის 80-იან კომუნისტების დროში. და მაშინ არ შეიძლებოდა თავისუფლად სხვა ადამიანი შემოსულიყო და არქეოლოგიური გათხრები აქ არ არის ჩატარებული. მაგრამ არის ძალიან ბევრი ნარკვევები, რაღაც შემონახული ისტორია. აი აქ გადიოდა უმოკლესი გზა, სავაჭრო გზა, საქარავნე გზა, როგორც მაგალითად შავიზღვისპირეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მაგალითად საქართველოსკენ უმოკლესი გზა გადიოდა და სწორედ აი ამ დროს, როცა ცეცხლსასროლი იარაღი ფეხს იკიდებდა უკვე სავაჭრო ინდუსტრიაში, საკმაოდ კარგი ვაჭრებისთვის კარგი ნივთი იყო და მათ თვითონ შემოიტანეს ჩვენ ოსტატებს აჩვენეს, რომ ასეთი რაღაცეები დამზადება თუ შეგიძლიათ და ოსტატები ჩუმად ამზადებდნენ და აქედან მიქონდნენ ოსტატ ჩუმად გაკონდნენ. მაგრამ რატო მათ ჩუმად აი აქ იარაღის დამზადება მუდამ კონტროლში იყო. მეფის ხელისუფლება, მთავრობა ამას მუდამ აკონტროლებდა და ვაჭრებს თავისუფლად მასზე ხელისუფლება არ ჰქონდათ. ეს ყოველთვის ესე იყო. და ამიტომ ასეთ ჩუმად აი ასეთ ადგილებზე სადაც უკვე ხელისუფლება ვერ უდგებოდა მეფის მთავრობა რაღაც აი ასეთ ხეობაში მთებში ამზადებინებდნენ. ქვეყნებში თურქეთში გადიოდა, ჩრდილოეთისკენ მიდიოდა და დიახ, ეს ამას ისიც ადასტურებს, რომ რამოდენიმე 20-მდე ოსტატი მუშაობდა მაჭახლის ხეობაში და ძალიან მცირე ეგზემპლარებია საქართველოში. ქუთაისში ერთი ეგზემპლარი დარჩენილი. თურქეთში ფაშები უკვეთავდნენ. ფაშა არის ეს გენერალი, თურქულად გენერალი, ფაშები და ბეგები. ბეგი არის კომისარი, სამხედრო კომისარი, როგორც თავადი. აი ასეთი იყო. ძალიან კარგად ფასობდა მაჭახელა თოფი.